მოგესალმებით, მედიაკავშირი ობიექტივი აგზელებს მუშაობას. მე გადაცემის სამყარო ვარ ვახტანგ ბეგიაშვილი და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე მინდა ჩვენ ტელემაყურებელს მოუთხროთ. ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს. მე ერთსაც გეტყვით, რომ დღეს ეხლა ამ გადაცემის სამყარო გია კორკოტაშვილი, კორკოტა უნდა ყოფილიყო ოჯახური პირობების გამო არ არის დღეს ამ გადაცემაში და მე მომიწია მის მაგივრად გადაცემის სამყარო. ეს ჩემთვის დიდი პატივია სხვათა შორის და გია შემოგვიერთდება შემდეგ გადაცემებში აუცილებლად იქნება ჩვენთან ობიექტივში. და დღეს გადაცემა მინდა წარმოგიდგენოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, არიან მწერალი და პუბლიცისტი ბატონი მერაბ შატიშვილი, მოძრაობა დედაქალაქი ყველაობაში დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ზაზა აგლაძე. დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ხართ. ბატონებო და მე ორიოდე სიტყვით მოვყვები, რასთან დაკავშირებით მოგიწვია და რასთან დაკავშირებით მინდოდა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ყოფილიყავით და ტელემაყურებლებმაც გაიგოს რასთან აქვს საქმე. ამას იცით ჩვენმა ტელემაყურებლებმა ჩვენი არაერთი სტუმრები იყვნენ ბატონი ზაზა და ბატონი მერაბი და ისინი მოსახლეობას ხვდებიან სხვა რეგიონში, იყვნენ კახეთში, იყვნენ რუსთავში, იყვნენ იმერეთში და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში. ეს ბატონები იყოფებოდნენ და იქ იყო შეხვედრა მოსახლეობასთან და მოსახლეობამ იქ დასვა რაღაცა პრობლემატური საკითხები, რაც იმ რაიონს აწუხებდა. რაც აწუხებდა ერთგვარი ტენდერებთან დაკავშირებით, ერთგვარი თქვა მშენებლობებთან დაკავშირებით და სხვა აქტივობებთან დაკავშირებით და შემდეგ ეს ადამიანები რომ დაბრუნდნენ ეს ჯგუფი, ისინი ზოგი ქართული მისიიდან იყო, ზოგი აი დედაქალაქი ყველაობაში ამ მოძრაობასთან, ზოგი ვეტერანები და კავშირიდან იყვნენ. ერთგვარი დელეგაციური ჯგუფი იყო, რომ დაბრუნდნენ შემდეგ ნინოწმინდის გამგებელმა ბატონმა კარსლიანმა, გაგი კარსლიანმა გააკეთა განცხადება, რომ ეს ადამიანები იმიტომ დადიან რაიონში და კერძოდ ნინოწმინდის რაიონზე იყო ლაპარაკი, რომ მათ იქ შეუთვალეს თითქოს გამგებელს რაღაცა თანხა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ეს ადამიანები გაჩერდებოდნენ და ვინც იცნობს ამ ადამიანების ბიოგრაფიას, წარსულს, ბექგრაუნდს, დამეთანხმებით, რომ ეს გამგებლის განცხადება, რომ ესენი გაჩუმდებოდნენ რაღაცა ფულის სანაცვლოდ, რაღაცა ეგ ბუნებაში არ არსებობს და ეგ არის აბსურდი და აი ამასთან დაკავშირებით მე ახლა მოკლედ შევეცადე, რომ მომეყოლა ბატონო მერაბ და იქნება არსი მოვყვეთ მთლიანად ისტორიის რა. დღეს ამასთან დაკავშირებით თქვენ პრესკონფერენციას კი დაგჭირდათ, რომ ჩაგეტარებინათ, რომ საზოგადოების გამარტება მიგეცათ. მივესალმები თქვენს მაყურებელს და მე სიმართლე გითხრათ ცოტა უხერხულ ვითარებაში ვარ, იმიტომ რომ ჯერ ერთი თავის მართლების პოზიციაში ნამდვილად ვერ ჩავდგები, მაგრამ მიწევს რაღაც აბსურდულ ბრალდებაზე ახსნა განმარტება, შეიძლება ეს ამას სულ არ ითხოვს მსმენელი, მაგრამ ჩვენ თვითონ ასეთი რამ თუ კი სახელმწიფო გვინდა შევქნათ, არ უნდა დაუშვათ ასეთი ბრალდებები საზოგადოების წარმომადგენლებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე და ამიტომ მინდა არსი ეხლა თქვენს მაგიტომ გთხოვეთ რომ მოსულიყავით. ისე ბატონო, ყველა განცხადებას მე მგონი პასუხი უნდა გაეცეს. რა თქმა უნდა. არ უნდა დარჩეს ის საზოგადოებაში ისე რა. რა თქმა უნდა და უბრალოდ აქ არის ერთი მომენტი, ახლა სხვა რაიონებზე ჩვენ არ შევჩერდებით, აი ნინოწმინდაში ჩვენ ჩავედით მე ზაზა აგლაძე, გია ბერძენიძე, ქვარიანი, ემზარი და რამდენიმე მეგობარი 10 ადამიანი ჩავედით იმიტომ რომ ქართული ოცნების აქტივი ქართული ოცნების ელექტორატი, რომლებმაც იბრძოლეს 2012 წელს, ადამიანებმა, რომლებმაც დადეს თავის სასწორზე და ებრძოლენ იმ 9 წლიან ჯოჯოხეთის, ასე ვთქვათ, მოთავეებს ადგილზე ნინოწმინდაში, ადგილი ჰქონდა გატაცებებს და ამ გატაცების მესვეურები დღეს იქ არიან ხელისუფლებაში. მთელი ვერტიკალი ადგილობრივი ხელისუფლებისა არის ყოფილი ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ზონდერებით და კომპლექტებული ერთი აი საგანგებოდ გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ერთი ადამიანი არ არსებობს ქართული ოცნების მომხრეთაგანი ან აქტივისტი, რომ იყოს დასაქმებული. ყველაფერს თავი დავანებოთ. ესე იგი, ადამიანებმა, რომლებმაც გაწიეს ბრძოლა იქ, ფაქტიურად არ ჩაითვალა ღირსად, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მართვაში მიიღო მონაწილეობა. და სურათი როგორი მივიღეთ ახლა ჩვენ.
ფაქტიურად ადგილზე მთელი ვერტიკალი ვამბობ არის მკოიანის, ენძელა მკოიანის დაახლოებული პირები. ეს მკოიანი არის 4 გზის შეუცვლელი დეპუტატი. ვეტერანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია. როცა მიდის რაიონში რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება თავისი ესკორტით, ესე იგი მანქანებით ხვდებიან შესასვლელში, მე როცა მოდის რაიონიდან აცილებენ მანქანით, მოკლედ ეს კაცი ფეოდალიზმია. ფეოდალი რა. ყველა ტენდერი მიბმული ამ კაცზე, ყველა სიკეთე, რასაც კი სახელმწიფო აქედან აფინანსებს რაიონს მოსახლეობისთვის დაკავშირებული ამ კაცთან. 3 მილიონ ლარზია ბიუჯეტის საუბარი და დაახლოებით 30-40% მიდის ამ ხალხის ჯიბეში. და ამის ფაქტის მომსე ჩვენ გავხდით, როცა ჩავედით ადგილზე, ნახეთ ის შესრულებული ტენდერები, ეს იყო ფალსიფიცირებულად შესრულებული ტენდერები. ნახეთ ჩვენ კომუნიკაციები, ესე კანალიზაცია და მაპატიოს მსმენელმა და მთელი უბედურება, მთელი ეს ფეკალიები პირდაპირ ქუჩაში, მე კანალიზაციის თავები ამოწეული ზემოთ 30-40 სანტიმეტრით. მე როგორც კი ფეხს გააკარებდი ანხელს, ეს იმასავით იფშნებოდა რა, ქვიშასავით. ესე იგი უხარისხოთ, მე ეს მოჩვენებით მოჩვენებით და თვითონ აღიარა. თვითონ აღიარა. იქ პირველი არხი იყო და გადაიღო ეს ყველაფერი და ჩვენი ინტერვიუის შემდეგ, მე და ზაზას ინტერვიუის შემდეგ თვითონ აღიარა მე კასლიანმა, რომ კი ნამდვილადო ის ტენდერიო ჩატარდაო არაჯეროვნადო, არასრულყოფილათო და ჩვენ შეწყდაო ისო და რაღაც 38,000-იო აღარ მივეცით ბოლოსო და ახლაო გამოვაცხადებდო ხელახლა ტენდერსო და ხელახლა ჩავატარებდო. კაციშვილი არ ამბობს ამ ტენდერისთვის ვინმე უნდა დაისაჯოს. ანალოგიური ნახეთ ეხა ფილა, რომელიც ღირს 14 ლარი და 46 ლარად არის გაფორმებული, ხიდები, სადაც ფაქტიურად პირდაპირ ფეკალიები იქვე, წყალში ჩაედინება და 150,000 რო აქვს ამ ხიდების, ასე ვთქვათ, გარემონტებაში აღებული და შეხედავდა ვიზუალურად არაფერია გაკეთებული. ესე იგი, ფაქტიურად მთელი ხელის სახელმწიფოს ბიუჯეტი, ხალხის ბიუჯეტი მიდის ძირითადად ამ ხალხის ჯიბეში. ეხლა კარგი, ეს შეიძლება მე ამას ვამბობ და შეიძლება ეს არის ბრალდება, რომელიც ჩვენგან ჩანს და რომლის ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამის თაობაზე დღეს ჩვენთან პრესკონფერენციაზე ჩვენთან ერთად ჩამოვიდა იქაური მაცხოვრებლები, რამდენიმე ადამიანის 20-30 აქტივისტის, ესე იგი, აქტიური ადამიანის მოქალაქის ხელმოწერებია და დღეს შევიდა პროკურატურაში და მე თქვენი ეთერის საშუალებით მოუწოდებ პროკურატურას და კერძოდ ბადაშვილსო, ეს საქმე არავითარ შემთხვევაში არ იქნას კონტროლის გარეშე გადაგზავნილი საქმეა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, იმიტომ რომ 18-მდე თუ 17-მდე სისხლის საქმე აღზულია ამ კასლიანზე და თაროზე დევს. თვითონ იმაზე რა ქვია, ამ მკოიანზე აღზულია სისხლის სამართლის საქმე და გატაცებაზე და ეს დაფიქსირებული აქვს ინფო 900-საც არჩევნებამდე აქტივისტი გაიტაცეს ქართული ოცნების და შემდეგ მიიყვანეს მანქანა. მკოიანი ეხლა რომელ პოლიტიკურ პარტიაში? ეხლა მკოიანი თითქოს და არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მაგრამ ცხადია ის სარგებლობს ასე ვთქვათ, ქართული ოცნების უმრავლესობის პატივით და სარგებლობს ძალიან ცუდად და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ არა ვართ პოლიტიკური ამბიციების იქ არჩევსულა, ჩვენ ქულების მოსაპოვებლად იქ არჩევსულა, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ მხარდაჭერა გამოუცხადეთ ადგილობრივ მოქალაქეებს. და ეხლა მივალ იმ სათქმელთან, რომელიც უნდა ვთქვა და მე ბატონი ზაზა გააგრძელებს. ესე იგი, ყველაფერი ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა ჩასვლა რატომღაც გამოიწვია ეტყობა შიში თუ რაღაც გაურკვევლობა გამოიწვია ამ ადგილობრივ ხელისუფლებაში და კაცი რომელიც აღიარებს რომ ეს ტენდერი არაჯეროვნად იყო ჩატარებული ამას აბამ შემდეგ საუბრებს რომ შათირიშვილი კოტკოტაშვილი ჯერ კოტკოტა იქ არ იყო ფიზიკურად იმიტომ რომ მას ოჯახური პრობლემები ჰქონდა მაშინაც და ვერ წამოვიდა და ვერ გაიხსენა ზაზა აგლაძის სახელი და გვარი ვერ გაიხსენა ბეძენაძის და ქვარიანის და კონდათ კომუნიკაცია ამ გამგებელთან იქ ადგილზე არავით არის არც მაინტერესებს მასთან კომუნიკაცია რაში მაინტერესებს მასთან მე კომუნიკაცია მე ვიცი რომ ის არის ქართული ოცნების არა ვიღაცამ დაავალა ეთყობა ის არის ქართული ოცნების და ეს არის საქართველოს ნინოწმინდელების სახელმწიფოს მტერი როცა ფაქტიურად იმის ნაცვლად რომ საზოგადოების წარმომადგენლები თბილისიდან ჩასულიყვნენ და გაეთვალისწინებინა ჩვენი ჩასვლა და ჩვენი წუხილი და ამას მიდგომოდა როგორც მაცხოვრებელი საქართველოსი ის წამოვიდა კონტრშეტევაზე და ასეთი ცრუ ბრალდება გააკეთა რომ თითქოს ჩვენ გავჩუმდებით $50,000 სანაცვლოდ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ მე არ დამიმალავს არასოდეს აი პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ და მე კომუნისტების ზოს საშინელი უსამართლობა გავიარე.
საშინელი ბრალდება და მე როგორც იქნა მივახციე ნოდა დუბაძის მისი სული გაანათლოს ღმერთმა და საგურამოში ორივე ბუხასთან ვისხედით და როცა უყვებოდით ჩემ ამბავს მასაც განცდილი ქონდა ასეთი უსამართლობა და ორივე პატარა ბავშვივით ვტიროდით და მე დამიდგა ნოდა დუბაძე გვერდით და მითხრა რომ როცა შორდებოდი დამიტოვე ეს ყველაფერი მწერალთა კავშირში და კარგად ზანდებოდით თქვი რომ უთხარი იცოცხლეო მითხრა და მე ის სიცოცხლე მისი სიტყვის შემდეგ გადავწყვიტე რომ მე ცოცხლას საიმის სიმართლისთვის და უსამართლობასთან ბრძოლისთვის და მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ. ესე კომუნისტების დროს იყო უსამართლობა და დღეს ახლა კაცლიანი როცა იტყვის მე ერთადერთი რაც გამაჩნია მე შეიძლება ხა პირადი ცოდვები რა თქმა უნდა მაქვს და ვის არა აქვს პირადი ცოდვები მაგრამ ჩემი ერის წინაშე ჩემი ხალხის წინაშე ჩემი სამშობლოს წინაშე მე რაც გამაჩნია ეგ არის ღირსება მე თანამდებობა არასოდეს მქონია და არც მომითხოვია არასოდეს და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ქვეყანაში სადაც უკვე შეეჩვევა ესეთი კაცლიანები არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას თუნდაც ქართველი გამგებელი იყოს ის და მერი რომ საზოგადოების წარმომადგენლებს ქართველ მოქალაქეს სიმართლის გამო ფაქტიურად კონჩეტევაზე ლაფს მიაცხებს ესვრის ტალახს და იტყვის რომ 50,000 დოლარის ესე იგი სანაცვლოდ ისინი გაჩერდებოდნენ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ასეთი ადამიანი ეს სილისამება კი არ არის ეს არის ცრუ ბრალდება რომელსაც შანსი არ არის რომ ჩვენ შევარჩიოთ მაგაზე ხო არ შეგაქვთ ბატონო მე რა არა ჩვენ ზეგ უკვე ეს და დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადე ჩვენ კოლექტიურად შეგვაქვს ზეგ ის რა ქვია განცხადება ბადაშვილის სახელზე და ჩვენ მოვითხოვთ აუცილებლად იქნას გამოკვლეული რამდენად ესე იგი სიმართლეა ეს ან თვითონ რატომ არის თანამშრომლობა რო ჩვენ ტელემაყურებს რო ესე იგი აქ ფაქტობრივად ორი განცხადება ერთი რო ითხოვთ რო ესე იგი ტენდერები და სამართლიანობა შემოწმეს ტენდერებს ერთი ცხადია ეს მოსახლეობასთან ერთად მეორე რო მას უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან და რატო არის თანამშრომლა ამიტომ ჩვენ ვაპირებთ უკვე იმის გამოაშკარავებას რომ სინამდვილეში მართლაც არსებობს ვინმე შეიძლება ვინც ფაქტიურად ან შეცდომაში შეიყვანა ის მან უნდა ამხილოს ეს საქმე საიდან მოიტანა ეს და თუ ისე ჰაერზე თქვა აი კაცობას გეფიცები მე აგედა ჩემი მეგობრები ჩვენ უბრალოდ სახელმწიფოს ამ საკითხში არ გადავახტებით თავზე იმიტომ რომ იქ ვიცით რეგიონში შეუძლიათ მე ცოტა ბნელმაძალებმა ეს გამოიყენონ სხვანაირად და სეპარატიზმის გაღვივებაში დავწამონ მაგრამ თუ პროკურატურამ ეს არ გამოიკლია მე პირდები პროკურატურას რომ ჩვენი მეგობრებთან ერთად ჩავალთ იქ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მას მოუწყობთ იმპიჩმენტის ტენდენს გასაგებია ბატონ ზაზა აი კიდე მოსახლეობად ბატონმა მერაბმა თქვა ხა მთელი ეს ისტორია დღეს პრესკონფერენციას ჩაატარეთ რაღაცა თვითონ მოსახლეობის განწყობა როგორია აი თქვენ ვისაც შეხვდით თქვენ იმ ადამიანებს თქვენ ეს ტენდერები კიდე რა პრობლემები აქვს იქ მოსახლეობას აშინებენ მაღატე ეს აი აშინებენ მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მაყურებელს მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის გეტყვით ბატონ ვახტანგ მან თემა ძირითადად იყო ესეთი თითქოს ის განწყობები რაც შორიდან თითქოს ჩანს ესე რომ იქ არის რაღაც სეპარატიზმის ნიშნები პრაქტიკულად ეხა ერთ დღეში არ შეიძლება და ორ დღეში ამის დაანახვა მაგრამ რეალურად იქ აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას მათ უნდათ უფრო სოციალური რა თქმა უნდა და შრომა უნდათ ამ ხალხს ესენი არის შრომელი ხალხი რომელიც ამბობს ჩვენ გვინდა საძოვე ის კი არა რომ მიწა დამუშავდეს იქ ეხა ყველა მიცის რომ კარტოფილის მეტი პრაქტიკულად ეხა ალპური ზონა თითქმის და არ მომდის არაფერი საძოვარიოდათ აი მიწის ჩვენი მიწა რაღაც მოგვეცით რომ ეს საქონელი შევინახო და ყველი და რაღაც რითიც ირჩენენ თავს. აქ არ იყო იმაზე საუბარი და რა თქმა უნდა, რაზეც მერაბმა ისაუბრა, იქ უამრავი რაღაცა გასაკეთებელი, რომელიც არ არის დამთავრებული და პრაქტიკულად გარდა იმისა, ხო, ითხოვენ იმასაც ეს თვითონ ოცნების წევრი ის ხალხი ვინც შეწირა მართლა თავი რა ნაციონალურ რაღაც რეჟიმს და ამას ეხლა რო ჩატარდა რამოდენიმეჯერ ჩატარებულა ხო როგორც გითხრეს ჩვენ იქ ეს ატესტაციები მათ გაიარეს ესეთი წარმატებით გაიარეს მაგრამ ისევ ის ხალხი ეგ დანიშნული ვინც ნუ ნაციონალური მოძრაობის ძველი ყოფილი სახეები და იზახიან კიდე რომ რაღაც კლანური მართლობა ბუნებრივია მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ არ ვიცი ამაზე რამდენიც არ უნდა მე დავოსვინე მე მაინც ვიტყვი რომ მე დარწმუნებული ვარ აი ამ სეპარატიზმის თითქოს და რაღაც სეპარატიზმის ნიშნებს წყალებში თვითონ ეს ენზელ გოიანი აი აკეთებს რაღაცა პრობლემას და ვითომ მის გარდა ამის მომგვარებელი არავინ არ მე ჩადის და ვითომ აგვარებს ამ პრობლემას ყველაფერი არის ეს დადგმული რაც ხონდათ ამ ნაციონალებს რა როგორც იყო ის რა მოგვიწყვეს იმედის ეთერით
რა ერქვა იმას მოდელირებული. აი მოდელირებულ აი ამ სეპარატიზმებს და რაღაცებს აკეთებს. მან არ იყო ამას საუბარი. საჭირო გახდეს თვითონ, ხო? იყო თვითონ ეს ფაქტი, რომ ეხლა რადგანაც ჩავდიოდი და მე მახსოვს თქვენს გესაუბრეთ იმაზე, რომ მეორე დღეს ვაპირებდით იქ წასვლას, მოხდა ესეთი რამე, რომ გრეიდერები დაადგნენ ეს მიწებს გადაუარეს წინა საღამოს, ვიდრე ჩვენ ჩავიდოდით, რომ ვითომ რაღაცა წესრიგში მოიყვანეს ეს ქუჩა. მაგრამ რეალურად ეხლა იქ იყო, რომ ნუ პატარა შიშის მომენტი ჰქონდათ, ესე ძველიდან არის დარჩენილი, ისევ რომ ვიღაცა იქ მივა, ან სოდი, ან პოლიცია, ან ვიღაც ან რაღაც და თითქოს და შეაწოვეს. გარდა ჩვენ არ დაგვინახავს იქ არავინ, გარდა აი ამ გამგებლის მეზობლებმა გვიტყეს თვითონ შვილებისა, თუ ვიღაცა მეგობრებისა, რომლებიც ჩვენ დააყვებოდნენ ამ ჩვენ მანქანებს, მოკლედ და აფრთხილებდნენ ჩვენ, რომ შემდეგ ქუჩაზე ფეხით ვიმოძრავეთ იქ პრაქტიკულად მომდევნო ქუჩაზე რომ უნდა ფეხით გადავსულიყავით, მანქანით ჩავლით და ნუ გამოხვალთ, ნუ შევხვდებით ამას. ხდება საქართველოში რაღაცები? ო, აბა რას ყვები? ხო და როცა მიხვდნენ ეხლა რომ ეხლა გული გამისხდა რა ბიჭმა დაგვიძახა ჩვენთან ერთ ვინც იყო რა საჭესთან ის არ დაყვებოდა და აი ისევ ესენი მოვიდნენ ამ ბიჭებს ჩამოშებული ქონდათ ფანჯრები მეოთხარი გაგვისხდა ეხლა გულების უყოლას თუ მოვიდნენ და ერთი ორი მწარე სიტყვაც მე და მერაბმა გაუგზავნეთ იქ რაც შეეხება თვითონ ეხლა ამ გაკი კარსლიანს ეხლა მე პირადად არც მართლაც არც წარმომავლობაზე არაფერზე არ ამოქვს საუბარი გულწრფელად გეუბნები რა ვახო და დარწმუნებული ვარ მერაბიც გიაც კორკოტაც ყველანი აი ამ განწყობაზე ვართ რომ ეხლა ეს რომ ყოფილიყო ვიღაც არასაჯარო პირი გამგებელია სახელმწიფო მოხელია ჩინოსანია კაცი რომელსაც ვალდებულება ქონდა მართლაც რაზეც მერები საუბრობს მისულიყო პროკურატურაში განეცხადებინა ეს მე ფულს მძალავენ ესა და ეს ხალხი და ეს როგორც მინიმუმ აუცილებლად უნდა გაეკეთებინა თორე მე ამ ჟურნალისტ გოგონაზე გვარიც არ მახსოვს რა გვარის არის ეს გოგო მელქაძე რომელსაც მას ინტერვიუ მისცა ამ გოგოს ხო არსებობს ეხა ჟურნალისტი უკვე ეთიკის კარტია რაღაცები აგვაქვს ჩვენ რაღაცები ესეთი რომელსაც ეს გოგოს ვალდებულიყო როგორც ჟურნალისტი დაერეკა რომელიმე ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის და ეკითხა ხო რა თქმა უნდა და ასე გაერთწელებინა ეს განცხადება მაგრამ კიდევ ბატონზადა პირველად რომ გავცელდა ეგ ინტერვიუ ნუ რაღაც ეხლა 1000 საიტი შეიქმნა რომ რაღაც ყილს ავცელებენ და მე თქვი ერთ-ერთი მორიგი საიტი ან სახუმარო ან რაღაცა ჭორის გამავრცელებელი რაღაცა და შემდეგ ეს სურათიც დავიდახე ამ გამგებლის და ეს ინტერვიუსაც გავეცაინ და კი გამიკვირდა ჯერ თავიდან მეგონა რომ ეს რაღაც თეატრალიზებული დადგმა მოდელირებული საიტები რო გაკეთებული მე არ დავიჯერე მართლა ვიყო რომ ეს კაცი მაგას იზახდა ეხლა როგორ მე გვიცნობ ყველას თქვენ თვითონას და ეხლა იცით რომ არც მერაბს არც გიას არც მე და არც ერთ ჩვენთაგას არც მეორეგეს და ემზარდ ხარიანს თვითონაც ეხლა ის რომ ჩვენ ერთმანეთთან ესე არ მივიდოდით იმის გამო და ასე ერთად ვართ აი ამის სადღაც სექტემბერში ჩვენ უკვე გამოვაცხადებთ ჩვენ ერთობას მთლიანობაში უკვე ოფიციალურად თუმცა ისედაც ერთად ვართ და ერთნი ვართ ყველა და ჩვენ ნებისმიერი ჩვენთაგანს ეჭვი შეეპარებოდა ხო ერთმანეთში მე მაგალითად არ მივიდოდი ისეთ ადამიანთან ვისთანაც რაღაცა განცდები მექნებოდა რომ ვაიმე ამის უკ რაღაცა ხო და ის მინდა დავამთავრო და მოკლედ ვიტყვი ამაზე რომ ეს რო ვიღაც ჟურნალისტს ეთქვა აი რაზეც ახლა საუბრობდით რომელიღაც პრესაჯი დრონიჯი და აი ამათ ის რო იყო მე გულწრფელად გეუბნები აი პასუხის გაცემის ღირსადაც არ ჩავთვლიდი იმიტომ რომ რაც მაგათ ახლა ყველას ჭირკი გწეს თუ ვინმე არსებობს ამ ქვეყანაზე კაცი არ დატოვეს ვისაც რაღაცა არ მოუგონეს და არ დააბრალეს აქედან გამომდინარე ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი რომ მე მგონი ზუსტად ეს იყო ამას ჩადებული დარწმუნებული ვარ ის კოიანის გარეშე ბოდიშს ვიხდი და ალბათ ტუალეტშიც არ გადის. ნაბიც არ დადგავს. ამიტომ დარწმუნებული ვარ. კოიანს ალბათ ჩვენი ხელით უნდა მოიცილოს ეს გამგებელი რა. იმიტომ რომ იცის რომ ჩვენ არ გავჩერდებით არც ერთი, ამას არ ვაპატიებთ. ის გამგებელი იძულებული გახდება, პროკურატურით იქნება თუ სასამართლოთი, იძულებული გახდება ან დაასახელოს ის პიროვნება, ვინც შეუთვალა ეს რაღაცა სისულელე, ან არ დაასახელოს და მაშინ აგოს პასუხი აი იმ ცრუ ბრალდებისთვის, რა ბრალდება ჩვენ და პლუს იმას, რასაც ბატონი მერაბია უნდა აგერ 17 საქმე დევს, მასზე თურმე სხვა შორის ბატონზადა ეს რო გავაანალიზე შემდეგ ეს ინტერვიუ მაგაცის ვიფიქრე ვიღაცას ეთყობა ამ კაცის მოშორება უნდა მეთქი, იმიტომ რომ ეხლა ისეთ აქტიურ ადამიანებს დააბრალო მსგავსი რაღაც სისულელე, როგორც თქვენ ახართ, ცოტა არ იყოს ან სულწყვაზე არ უნდა იყოს ადამიანი, ან რაღაც პროვოკაციაში. არა, მე ვფიქრობ, რომ თვითონ დიდ პროვოკაციაში ბრიყვია, ბრიყვი. ხო, ეს ადამიანი დიდ პროვოკაციაში გახოვილი და ეს ხალხი რო არ გაჩერდებოდა ეხლა მაგაზე, ეს ეხლა ნებისმიერ ადამიანს ვინიშ რო გაიაროთ ყოველი მეორე გეტყვით მაგას.
ხო და მე ვფიქრობ რომ რაღაცა ამ კაცისგან გაწირვა უნდა ვიღაცას რაღაც დადგმულს სხვა ნუ მანდ ხა არ ჩანს არაფერი მეც ვერ მივხვდი კიდე ერთი შეკითხვა აი ბატონო მერაბ იცით რა თქვენ სხვადასხვა რაიონებში დადიხართ აი ახლა ეს გამგებელი პირველი შემთხვევა სხვა შორის რომ ესეთი რაღაცა ხდება ხა სხვაგანაც ხდება ეს ტენდერები სხვაგანაც ის არის დადიხართ უამრავ ადგილას უამრავ ადამიანებს ხვდებით თვითონ ამ ადამიანს არ იცნობთ კომუნიკაცია არ გქონიათ ნუ ახლა უცბად ხوار გაიღვიძებდა ეს კაცი და რაღაცა ეთქობა ახლა ეს სიტუაცია ვიღაცამ დაკოქა გვარებით ჩააწერინა სხვების გვარები ვერ გაიხსენეს რაღაცა უფრო ისეთი გვარები აღმოჩნდა და ამან წამოვიდა სხვაგან თუ ქონიათ მსგავსი რაღაცა ეხლა რა არის იცი ბატონოა ხო მე თუ გახსოვთ თქვენ რამდენიმე თვის წინ გავაკრიტიკე გლდანის გამგებელი ვამხილე ის რომ მას უამრავი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ცნობილი აქტივისტი და აქტიური აქტივისტი ყავს სამსახურში და დღესაც ყავს სამსახურში და მე დღესაც არ მომწონს ეს რომ ყავს სამსახურში მაგრამ იმ ადამიანს არ უთქვამს ის რომ მე რაიმე შეუთვალე იმიტომ რომ მან იცის რომ ასეთი რამის თქმა და მით უმეტეს ჩემზე ამის და იურისტია ეს კი ხო არის აბსურდი აქ რაშია იცი საქმე აქ არ არის ლაპარაკი მანდამაინც გია კორკოტაშვილზე, ზაზა აგლაძეზე, მერაბ შათილიშვილზე, გია ბერძენძეზე ჩვენ ფაქტიურად ჩვენი ერთიანი ბრძოლა ზუსტად 2012 წლის ქართული ოცნების ბრძოლის გაგრძელება. ეს არის გაგრძელება არა ქართული ოცნების სამთავრობო პარტიის ეგიდით, არამედ საზოგადოებრივი ფორმატით. ესე იგი ჩვენ ფაქტიურად თავს ვცნობთ ჩვენი ხალხის რიგებში, ჩვენი საზოგადოების რიგებში. ჩვენ საზოგადოებაზე უკეთესად არც ვცხოვრობთ, არც ვითხოვთ პრივილეგიებს და ვცხოვრობთ ისე, როგორც ჩვენი საქართველოს და ჩვენი ქართველი ხალხი. ჩვენ შეურაცხყოფაში, ჩვენ ფაქტიურად ვაიგივებთ საზოგადოების შეურაცხყოფად. იმიტომ რომ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერს აქვს, აზერბაიჯანელსაც, სომეხსაც, ქურთსაც, იეზდსაც, ქართველსაც ამავე დროს ნებისმიერს აქვს რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვას. ჩვენ უნდა შევეთქვიოთ საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვიაზრდნოთ და ვიმოქმედოთ სახელმწიფოებრივად. ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფო და არა ხელისუფლება. და ხელისუფლებას აქვს იმის მექანიზმები ხელში, რომ სახელმწიფოებრიობა დაიცვას. ჩვენ კიდე საზოგადოება უნდა მივეხმაროთ, რომ სახელმწიფოებრიობა იქნეს დაცული. როცა ფაქტიურად ასეთი გამგებელი სახელმწიფო მოხელე აკეთებს ესეთ ცრუ ბრალდებას და საზოგადოებას შეურაცხყოფდა მის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს შენ ამით უსტყავ სახელმწიფოებრიობას და როცა სახელმწიფოებრიობას უსტყავ შენ ხელისუფლება ვალდებული ხარ ეს გაარკვიო თუ არ გაარკვევ ჩვენ გავარკვევთ მაშინ ჩვენ ხვალ დგამთ ისეთ ნაბიჯებს რაც ხელისუფლების საწინააღმდეგოა ამ ვითარებაში ჩვენ შეგვაქვს ზეგ განცხადება პროკურატურაში დაეკეთილი ინებონ ისე კი არა რომ გადადონ გადმოდონ და ჩვენს ნერვებზე ითამაშოს ვინმე ჩვენს ნერვებზე შანსი არა ქართული საზოგადოება უკვე ნერვებ დაწყვეტილია და არ არის საჭირო ქართული საზოგადოებაში თუ კი ვინმე აქტიური გამოჩნდა ჩვენსავით ადამიანები მე ამით არავითარ შემთხვევაში პრივილეგიას შემთავს არ ვანიჭებ არ არის საჭირო რომ ჩვენი შეურაცხყოფა მოითმინოს ხელისუფლებამ იმიტომ რომ ეს ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა ამიტომ ჩვენ მივმართავთ და ზეგისთვის შევიტანთ აუცილებლად განცხადებას რომ გამოიკვლიონ ეს ფაქტი და თუ კი ჩვენ დავაშავეთ ჩვენ ფაქტიურად უნდა დავისაჯოთ ამისთვის და თუ დააშავა მკოიანმა ის უნდა დაისაჯოს ამისთვის იმიტომ რომ ჩვენ როცა ქუჩებში დავდიოდი წერან თქვენ დასვით შეკითხვა იქაური მოსახლეობა ვინც კი დაგველაპარაკავა ხო მე ხო ეხა ემოციურად ლაპარაკობ მათი საუბარი იყო აი გიჟის ტოლფასის საუბარი გაგიჟებულები იყვნენ აი ჯერხეთი ხო ხმადაბლა ვერ ლაპარაკობდნენ ესე სახე შეშლილი იმიტომ რომ აი როგორც ვერემ გადაქელა და გადაიმასქნა ეს ხეობა და რამხელა ტრაგედია მოგვიტანა ეხლა იქ სხვა ტრაგედიაა იქ არის ეპიდემიის საშიშროება არის ანტისანიტარიული მდგომარეობა ადამიანი ვერ მიდის თავის სახლში რომ ამოუთხარეს გადაუთხარეს მე სეტკებზე მიაყარეს ეს რა ქვია ხრეში მიაყარეს ეს მასა მიწის
იმას სეტკა დაუზიანდა, ღობე დაუზიანდა. მე ეს როგორ გითხრათ, აი უპატრონობა, აი ხელისუფლებას ვერ იგზნობ იქ და თან მიდიან და მოსახლეობას აშინებენ. ვიღაცებს უგზავნიან, თუ პედაგოგიას ყოველდღე აზე ხათ რა მეთოდებით მართავენ და მე აქედან კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფლებას. ფეოდალიზმია. კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფლებასო მიხედონ ამ საქმეს, იციან ძალიან კარგად იქ რა კეთდება და ეს არ არის კარგის მომტანი. ეს არ არის ის მომენტი, რომ შენ იქ ჩახვიდე და ეს გამოიკვლიო და ამისთვის შენ ვიღაცას გააღიზიანებ. არა, ჩემო კარგო, იქაური მოსახლეობა პატრონს ეძებს. იქაური მოსახლეობას უნდა ხელისუფლებაში დაინახოს სახელმწიფო მმართველები. იქაური მოსახლეობას უნდა მიწა, რომ იშრომოს და მიწები სულ ამათმა დაითრიეს და დაითრიეს იცი როგორ 1990-იან წლებში რომ ბეჭდები ქონდათ და საკანცელერიო ქაღალდები, აი იმ ბეჭდებით, ის ბეჭდები აქვთ ახლა, რეესტრის ხელმძღვანელი იყო ის, რა ქვია, ეს გამგებელი, კაცლიანი და იმით ესე იგი ფაქტიურად სულ გააფორმეს მიწები ძველი ბეჭდებით და აი ახლანდელი ხელისუფლების, ახლანდელი მთავრობის ხელში დაარეგისტრირეს. და თავისუფლად შეიძლება ამის ამოყრა, ამაზე იმდენი მიწებია, იმდენი სავარგულებია არასასოფლოს მეურნეობის. მე მთელი შიგნით ნინოწმინდაში ფაქტიურად ბაღები, პარკები, სკვერები თუ კი რაიმეა, კარგი, თუ კი რაიმეა, ქალაქის მშვენება ყველაფერი გადაფორმებული აქვს. ამის თავისუფლად შეიძლება ექსპერტის გამოყოფა და როდის დაიწერა ეს მიწის ხელშეკრულება? ხო, თავისუფლად შეიძლება. ეხლა თქვენ რასაც ყვებით, ბატონო მერაბ, აი ეხლა ეს საქართველოში ხდება ერთ-ერთი რაიონი ნინოწმინდაში ხდება ეს ამბავი, ახლა ფეოდალიზმია რა პირდა, ახლა თქვენ რასაც ხდებით, რომ ეს ადამიანებს აქვთ ყველაფერი ჩაგდებული, არის კლანური მმართველობა, მე აი რა ვერ გავიგე, ახლა კოიანი დეპუტატი მკოიანის რავალი აქვს საქართველოს. რავალი აქვს საქართველოს, რომ ესე რაიონებად ჩუქნიან უკვე ხალხს თუ როგორ არის ეს საქმე რა. ეხლა რა არის, ვახო, იცი, აი ერთი მაგალითი მომიყვნენ იქ და ეს ნამდვილია, როცა ბესელიას კომიტეტმა ესე გამოსცა ამინისტია და ესე პატიმრები გაათავისუფლა, მკოიანმა 300 პრობაციონერს დაუძახა დარბაზში. ნუ გარკვეული დროის შემდეგ მას დუმილი ჰქონდა გამოცხადებული და როცა კი ნახა საერთო ენა ქართულ ოცნების უმრავლესობასთან, მერე უკვე გათამამდა, მეორე არჩევნებამდე უკვე დაუძახა ამ იმას, დარბაზში შეყარა, ავიდა სცენაზე, მისივე დაჭერილი ხალხი იყო ეს, იმიტომ რომ მაშინ ნაციონალი იყო და ნაციონალისტი და ავიდა და უთხრა, აი მე იმდენს მივახციე, რომ თქვენთვის გამოვეცი ამინისტია. ხო და ყველას გაუხალთ და ზოგი პირდაპირ გაიქცა, უნდათ გასულიყვნენ და დაიჭიდეს იქ საფუძველზე. ესე იგი, რასაც კი ხელისუფლება სასიკეთოს გააკეთებს ქვეყნისთვის და ნინოწმინდისთვისაც, ეს კაცი იწევს რა, ნინოწმინდელებს უცხადებსო, ეს მე გავაკეთე, მე მივახციე ნინოწმინდისთვის, მე მივახციე ბიუჯეტსაც. ეხლა ყველაფერსო თავი დავანებოთ, არ მინდის ინტეგრაცია ადგილობრივი მოსახლეობის. ეხლა სათქმელია ესეც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით ვიზიანდებით, მაგრამ თვითონ მომავლისთვის არ არის კარგი საკრებულო მიდის სომხურ ენაზე. გასაგებია. ეს ხო ფაქტიურად ინტეგრაციაზე არავინ მუშაობს. მე რა ბოდიშვიხი არ დაივიწყო, რასაც ამბობდი და სხვათა შორის ვახო მითხრა და მერაბას თქო, რომ გვარი ვერ გაიხსენო. 2001 წელს მე მგონი დავიწყეთ, მაშინ ვიყავი პარლამენტში სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი. ეუთოს ეგიდით, ანუ ეუთოს დაფინანსებით, ჩვენ გავაკეთეთ სახელმწიფო ენის პროგრამა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის. სამცხე ჯავახეთში და სხვათა შორის მე მოვიკითხე ვინ არის ეს გაგიკია ამ ამბების მერე აი ჩვენი პროგრამით აქვს ის ქართულია ნასწავლი თურმე ამ გაგის და ასე რომ კარგად იზის ჩემი სახელი და გვარიც უბრალოდ მერაბ შადრიშვილის და გია კორკოტაშვილის დასახელება გაცილებით მეტი მას აძლევდა მისი ჭკუით მას რა. ეხლა რა არის ვახო ბაპატით აი მე ვენაცვალე სომეხ მოსახლეობას აზერბაიჯანის მოსახლეობას რომლებიც საქართველოს ცხოვრობენ კულტებს ყველას უმცირესობას ეროვნებით უმცირესობას ვინც მიეკუთვნება ყველას ევენაცვალე. ჩვენ ქართველები ტოლერანტები ვართ და გვიყვარს ეს ხალხი. და არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როცა ადგილობრივი მოსახლეობა, სომეხი მოსახლეობა ვერ ხედავს, რომ მას ეპატრონება ხელისუფლება, ხო? ასეთ მოსახლეობაზე ნებისმიერი ავანტურისტმა შეიძლება პატრონაჟი გასწიოს და ნებისმიერი ცუდი, ასე ვთქვა, სეპარატისტული თუ რაღაც იდეები ამოწიოს და როგორც უნდა ისე ატრიალოს ეს რეგიონი. აი ასეთები ეთამაშებიან ცეცხლს და მე ეხლა
არ ვამბობ, რომ დაუშვათ დეპუტატი ახლა ეს მკოიანი თვითონ იცის ხელისუფლებამ ვინც არის მე ამაში ხმადვალ დაწუნებული, მაგრამ არ მინდა ვთქვა ეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მას ყავს ხელისუფლებაში ხალხი ის ამ თანხებს, რასაც იჯიბავს, თითქოს უნაწილებს ვიღაცას და მე არ მინდა ჩემს ხელისუფლებაზე ეს ვინმე მთქვას. და ის იმიტომ პარპაშებს აქ და იმიტომ ჭენაობს წინ და უკან, რომ მას ყავს მფარველები და ის ფაქტიურად მილიონერია კაცი, ხო? ეხლა ნინოწმინდაში შეიძლება დეპუტატი მილიონერი იყო? მილიონერია. არ არის ტენდერი, რომელიც მასზე არ იყოს მიბმული და ამას თვითონ ხელისუფლება მიხედავს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, რა ბრალდებაც გამგებელმა ნინოწმინდის გამგებელმა ჩვენზე გამოთქვა, ეს ბრალდება უნდა იქნას შესწავლილი და დაისაჯოს უნდა აუცილებლად მტყვანი, ვინც ამ ორ მხარეს შორის არის მტყვან პოზიციაზე. საერთოდ ერთი კიდე მინდა აღვნიშნო აი ბატონზაზა თქვენთან გადმოვა შემდეგი შეკითხვით. ნუ ეს ფაქტიც არის, მაგრამ ეს გამგებელმა გასაგებია თქვა და ინტერვიუ მისცა რომელიღაც ჟურნალისტს. ეს ჟურნალისტი ვალდებული იყო მეორე მხარესთვისაც მოესმინა, არგუმენტები იყო და იყო. თქვენ აი თქვენი რო ჩახვედით და თქვა და მოსახლეობამ ესეთი პრობლემები დახვდათ იქ რაიონში. თქვენ ეს საჯაროდ სადმე განაცხადეთ ამ იქვე იყო ადგილობრივი პირველი არხი ჩვენი ან საზოგადოებრივი მოღვაწეობის ადგილობრივის მივეცით ინტერვიუები, რა თქმა უნდა, მან სხვათა შორის გააკეთო, ვიკითხეთ ჩვენ ახლა რის საშუალებას მე მთლიანად გადავაგზავნი მასალას, რაც არსებობს, მაგრამ ხო რის საშუალებას ოцен არ ვიციო, თუმცა მივიდა ობიექტურად, მივიდა ჩაწერა, გამგებელი ჩატკი გავიდა. ჩემი და მერაბის ინტერვიუები გავიდა შემდეგ ბოლოში ამ კარსლიანის ინტერვიუს, სადაც რაზეც მერაბმა ისაუბრა უკვე რომ კი ბატონო, მე ვაღიარებ რომ არა ჯერ უნდა ჩატარდა ეს ტენდერი. თვითონ იძახის. თვითონაობს, რა თქმა უნდა, ხო და შემდეგ მაგრამ თვითონ რომ არა ჯერ უნდა ჩატარა, რამე ქმედება მიიღო ამ პროგრამაში. გარდა მაგისა, ხო არსებობს ის ვინც მიიღო ეს სამუშაოები. ჩვენ არ ვამბობთ, ჩვენ დავსვით ეს საკითხი რა. კარგი, შე გამგებელი ხარ, ვერ დაინახე ან არიცი, არ გესმის დაუშვათ, ხო? მაგრამ ვინც მიიღო ეს სამუშაოები, როგორც მინიმუმ არ უნდა დაისაჯოს. 300,000 როცა გადახდილ და ალბათ ჩემი ვარაუდით იქ 50,000, იმიტომ რომ ჭებია, ჭები. ხო, მოდელირებული სამუშაოები ეს მილი არ გადის საერთოდ ვახტანგ შეიძლება აი აქედან მოდის ეს მილი და აღმარჩი რომ მიდიოდეს მილი და შემდეგ ეს ყველაფერი ჩადის ტბაში ადგილობრივ მოსახლეობაზე იქ ძოვს აქონელი იქ ბავშვები დადიან მართლა ეპიდემიის საიშროება და ამაზე ხა როდესაც ადამიანს ბოდიში შეეძლო მოეხადა და ეთქვა რომ იცით რა თუმცა მე სხვა ინტერვიუებში მე ვნახე მე თავი გაიმართლა რომ რასაობს იცით რომ ბოლოს 35,000 აღარ მივეციო რაც მე რაბმაც თქვა მე მგონი და დაუმთავრებელია მაგრამ ახალ ტენდერს კიდე ფული უნდათ ახალი ტენდერი უნდა. არა, მთელი უბედურება ესე რომ ამ გამგებელებს და კონკრეტულად აი ამ მაგალითზე ამათ ხო არ გონიათ რომ ეს თავის ფულია, თავის ფულს იციან. ეს არის მოსახლეობის ბიუჯეტის ფული. სახელმწიფო ფულია, ჩემო ვახოდა, მე დაწუნებული ვარ რომ ესენი მკოიანი და ეს კასლიანი და ეს მისი ძმანი მათნი ამ ტენდერების მეწილეები არიან. ხო და ეს რაღაცა აი მე რა ვიცი აი სამართალდამცავებს მოუწოდებ უბრალოდ რომ ესეთი ფაქტი უნდა იყოს აუცილებლად გამოძიებული და დამნაშავე უნდა იყოს დაჟილი, იმიტომ რომ ესეთი ტენდენცია რომ ადამიანებს იქ სოციალური გაჭირვება აქვს და კიდე მაგაზე ხელს ითმობს ვიღაცა და ამ ტენდერებზე რაღაცა ეს ეხლა თუ არ შეჩერდა ძალიან ცუდ ხასიათს მიიღებს და ეს ხო ამ ბატონებს არ დაესიზმრათ იქ ადგილობრივ მოსახლეობამ ყველაფერი იცის და ფაქტობრივად ამბად დაახვედრეს ეს ამბები ფაქტად დაახვედრეს ეს ამბავი თორე იქ ნინოწმინდაში მოსახლეობა თვითონ ლაპარაკობს ამას და თვითონ ხედავენ იმ ამოთხილ ჭასაც და იმ ამოთხილ ორმოებსაც და ყველაფერს აბსოლუტურად რაკეტება და რა არა ხალხი ბძენია და ყველაფერს ხედავს ამიტომ მე ვთხოვ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს რომ ეს ფაქტი არ დატოვოს რეაგირების გარეშე და სრულყოფილი სურათი მივიღოთ და თქვათ ეს დეპუტატია მკოიანი რომელიც 4 მოწვევის დეპუტატია მაგისი არავის ვალი არ აქვს და თქვათ ბიუჯეტიდან ეს კაცი არაფერს არ უნდა იღებდეს მაგის ვალი არავის არ აქვს ნაციონალური მოძრაობა შეიძლება პირდებოდა რომ შენი ვალი გაქვს ყველასი და ეს ვალი არავის არ აქვს და არც ბიუჯეტს არ აქვს არავის ვალი ეს ბიუჯეტი თითოეული თეთრი უნდა მოხმარდეს კეთილსინისიერად და უნდა მოხმარდეს ადამიანებს და ადამიანების ყოფას უნდა მოხმარდეს
კიდევ ერთი ბატონო, აი ახლა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც აქტივობები ახლა თქვენ ბევრი გიცნობთ გია გორგოტაშვილსაც, ზაზასაც, რა ვიცი, აქტიური ხალხი ხართ. პირიქით მე კარგად მახსოვს, როდესაც ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრობიდან სამოქალაქო სექტორში გადავიდა, ასე ვთქვათ, პირიქით ეს კაცი ყველა ინტერვიუში იძახდა, სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს ძლიერი, სამოქალაქო სექტორი თუ იქნება ძლიერი, ხელისუფლება იქნება მონიტორინგის ქვეშ და ვერავინ ვერაფერს ვერ გაბედოს. აი თქვენი აქტიურობას ეს სიარული სხვა რაიონში, თბილისში, სხვაგანაც ეს ყველაფერი სწორედ ამ სამოქალაქო სექტორის სიძლიერეზე მიანიშნებს, რომ არიან სამოქალაქო სექტორში ადამიანები, რომლებიც ძლიერები არიან და რომლებიც ამ თვალსაზრისით საჭიროებას ქმნიან, რომ ამა თუ იმ მოსახლეობის ტკივილი, თქვა, ან საჯარო გახადონ, ან რაღაცა რეაგირება გააკეთონ, ან თუნდაც ბოლო სამის დროში მივიდეს და დასვას იქ საკითხი, რომ ესეთი მდგომარეობა ამა თუ იმ რაიონში. აი თქვენ ახლა თქვენ თავზე გაქვთ ეგ გამული. უნდა იყოს თუ არა ძლიერი ბატონო მერაბ. ეხლა რა არის, იცი, მე ეხლა არ ვიცი, არ შეიძლება ამაში ეჭვი შეტანა, რასაც ეხლა მე ვიტყვი. აი ჩვენ ფაქტიურად ვემსახურებით მართლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ეს საქართველოში არ ფინანსდება. ფინანსდება ის, ვინც ემსახურება ტყუილებს, ემსახურება რაღაც მახიჯს იდეებს, ემსახურება რაღაც გარედან შემოტანილ იდეებს, ქართულ ღირებულებებზე, საქართველოს სიკეთეებზე, ვინც მუშაობს, ის არ ფინანსდება, მაგრამ ჩვენთვის დაფინანსება არაფერია, ბოლო კაპიქს ამოვიღებდა სადმე წავალ სხვა რაიონში, მაგრამ წავალთ იმიტომ, რომ სახელმწიფო გვისმინოს, ხელისუფლება გვისმინოს. ხელისუფლება რომ მოგვისმენს, ჩვენგან სიმართლეს მიიღებს. ამ სიმართლისთვის ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვითხოვთ მოსმენას და რამდენად ის რეაგირებას ამაზე გააკეთებს, ის მოიგებს ამით და ქვეყანაც მოიგებს. ბაშო, აი ბორისშვილი ბატონო მერაბ, იქაც მოსახლეობაში სამ სტუდიაში შემოვიდა ქონა საუბრო, იმ მოსახლეობას ეგეთი განცდა აქვს, რომ კოიანი ამ ხელისუფლებას კიდევ ვიღაცა ზაწმევს ზევი. აი ეს უბედურება. კოიანი ეხლა მოსახლეობაში იქ ფაქტიურად არის ესე იგი ხელისუფლების სახე. და ძალიან ცუდი სახეა ეხლა. მე არ მინდა შეგუდაცხობა მივაყენო პიროვნულად მაგ ადამიანს, მაგრამ ეს მე ვიცი რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმაც იციან, რომ ის არ არის დადებითი სახე. აი ის სახეა ზუსტად ეხლა ჩვენი ხელისუფლება იქ და ჩვენმა ხელისუფლებამ დანარჩენი იფიქროს. ეხლა დეპუტატი რა თქმა უნდა ვერ შეუწყვიტავს მანდატს და არც არის ამის ის, მაგრამ ის ვერტიკალი, რომელიც მისი რჩევებით, მისი იმით, რა ქვია, რეკომენდაციებით დაკომპლექტა იქ და ის ვერტიკალი ცხადია, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე და ეს ძალიან ცუდი სახეა იქ. ეხლა რაც შეეხება საზოგადოებრივი მოძრაობა და თვითონ საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი. ყველაფერი თავი და თავი ჩემო ვახო, რაც საქართველოში ჩვენ ვჭირს ეს მოდის საზოგადოებიდან. საზოგადოება უნდა მართავდეს ქვეყანასაც, პოლიტიკასაც, ხელისუფლებასაც და კონსტიტუციაც ხალხის არის. და ჩვენ ინერტულები რომ ვართ, იმიტომაა ფაქტიურად ქვეყანაში უბედურება ყველა სფეროში. და თუ კი ჩვენ ხელისუფლებაზე კი არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო, საზოგადოებაზე უნდა ვიყოთ უკმაყოფილო და თუ კი ვინმე ცდილობს საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, აქტივობის შესუსტებას, ის ტერია თავისი, ეს თუ გინდა ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს, თავისი ქვეყნის და ბიზნეს განცხადება და კარგია, მაგრამ რამდენადაა ამის ხელის შეწყობა, მე არ ვიცი. აი თუნდაც ეხლა ამ მაგალითზე დავინახავთ. მე ერთი რაღაცა ვიცი, რომ ჩემი მეგობრები, ჩემთან ერთად, გია კორკოტაშვილი, ზაზა აგლაძე, გია ბერძენიძე, ისა ქვია, ემზარ ქვარიანი, ჩვენ ამ ბრალდებას სწორედ საზოგადოების ინტერესების გამო არ დავთმობთ, ან ჩვენ, ან ამის განცხადებელი. მე ამას პირდაპირ ვაცხადებ და თუ კი ვინმე აცდილობს ჩვენს გაძლიერებას, ჩვენ შევეცდებით თვითონ ძლიერები დავჭეთ და ეს რო დაგვიჯდეს ჩვენ სიცოცხლის მასალა. არა, მარტო არ იქნებით. აი, ამ ამას თუ მთელი გულწრფელობით არ ვამბობდე. არა, ამ ზოლაში. აი, ესეთ ბრალდებას ასე ჰაერზე არ უნდა შეჩეს, იმიტომ რომ ისწავლონ უნდა ჭკვა, რომ ასეთი ბრალდებები ტყუილ უბრალოდ და ესე უპრაგონოთ, არ უნდა ისოლონ ხალხის მიმართ და აი იმის ერთი დავამცულებ ახლა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ გამგებლებს რატომღაც თავი დამოუკიდებელი გონიათ და ფეოდალებივით იქცევიანო. ბატონო ირაკლი, აი ფეოდალივით იქცევა ეს, რა ქვია, კაცლიანი. მაგალითი სახეზეა. და გთხოვთ, რომ პროკურატურა მიმოქმედოს
კანონის შესაბამისად. ბატონო, თქვენ ამ ბრძოლაში, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, მარტო არ იქნებით, ამას სოლიდარობას გამოგიცხადეთ. ეხლა სოციალურ ქსელში რაც უნახე, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავდა, ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა ამ ბრძოლაში და თქვენ მარტო არ იქნებით მაგაში. ამას ეხლა ვაცხადებ, რომ ილუზია არ ქონდეს არავის, გინა ხელისუფლება იყოს ეს და გინა ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ რომ აქტიური ხალხი და საზოგადოებისთვის აქტიური ადამიანები რო არიან, იმას მხარდამჭერებიც აკავთ, მეგობრებიც აკავთ და ეს ერთგვარად ძალიან დიდი ძალა. მობილური გვიკავშირდება ჩვენი ტელემაყურებელი და მინდა შემოვიდეს სტუდიაში და შემდეგ გავნაგზოთ საუბარი. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში გამარჯობათ. გამარჯობათ. მინდა ჩემი აზრი ისმის ჩემი ხმა. კი, ისმის კარგად, ბრძანე თქვენი აზრი, დიახ. მინდა ჩემი აზრი გამოთქვა. აი ეს მარაზმი რომ დამთავრდეს საქართველოში საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს. 13 კომისიის წევრიდან, როცა ქართულ ოცნებას 12 ყავს. ჩვენ როგორ გვინდა აი საზოგადოება დაუშვათ ვართ აქტიური, მაგრამ კომისიას ნებისმიერ დროს რო გაუჭირდება, გააყალბებს არჩევნებს. ახლა არ უჭირდება, არ გააყალბა, მაგრამ ვითავართ ჩვენ დარწმუნებული, რომ აი 2016 წელს არ გაყალბდება არჩევნები. ესენი ისევ არ იპარპაშებენ, ისევ კოჰაბიტაციაში არ იქნებიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ მე მაგალითად პატრიოტ ალიანსს უჭერთ ხას, ხო? დიდი მადლობა. მინდა რომ პატრიოტ ალიანსი უმრავლესობის მოვიდეს. დიდი მადლობა. მადლობა. იცით რა არის? ეხლა 13 წევრი ეყოლება თუ 7 წევრი ეყოლება ბოლო არჩევნებმა, აი თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებმა და მუნიციპალურ გვაჩვენა რომ არ გაყავდა ყოველ შემთხვევაში და არ არის ეს ის ხელისუფლება რომ 2012 წელს უმრავლესობა ყავდა. რა თქმა უნდა და ხალხმა ნაციონალებს, მაგრამ ხალხმა ეგ არგუმენტად არ არის 13 წევრი. ეგ კეთილინება თუ არ გაყავდეს არ ყავდება. თუ კეთილინება პირიქით რომ გაყავდეს და სხვა სქემები დაიდოს, ეგ რა თქმა უნდა მე ხდება სისხლში მოყარახული. არჩევნებზე ჩვენ სხვა მემს გვექნება და ძალიან ბევრს ვილაპარაკებ 14 თვე დარჩა არჩევნებამდე მანამდე კი მოსახლეობა აი ამ რაიონში კონკრეტულად ნინოწმინდის რაიონში ძალიან სავალალო მდგომარეობაშია სოციალური პრობლემები აინტერესებს აწუხებთ და სხვა ეს გამოყოფილი თანხა რაც არის ბიუჯეტში არამიზნობრივად მოდი ესე ვთქვათ რომ იხარჯება სხვაგან აი ზაზა სადაც დადიხარ სხვაგან რა მდგომარეობაა ყველგან თითქმის ყველგან ისეთი მდგომარეობა, ნუ როგორ გითხრათ რა, ეს პორტირება როგორც კი გააკეთეს და აი რაზეც ახლა ამ მსმენელმაც გითხრათ ჩვენ, აი ვერა და ვერ აპატია ხელისუფლებას მისმა მოსახლეობამ აი ეს კოაბიტაცია. ვერა და ვერ აპატია და არც არასდროს არ აპატიებს მე მგონი, იმიტომ რომ ჩვენს გულშიც განცდა ყველას ქონდა ისეთი, რასაც ამბობდნენ რომ ეს დაიწყება სამართლიანობის აღდგენა. დაიწყო 5 მანქანი დაიწყო არ არის ეს 5 მანქანა რა სამართლიანობის აღდგენა და არც მარტო ქონებრივი დავები არ არის სამართლიანობის აღდგენა სამართლიანობის აღდგენა არის სისხლის სამართლისაკვეც ბევრი დღესაც ტყუილაზის ციხეებში გარდა ამისა მე არ ვიცი აი გულწრფელად გეუბნებით რომ რას თქვა ბატონმა ბიძინამ რომ მე მივდივარ სამოქალაქო სექტორში ამ კაცმა მე ჩემი ხედვით მე დავინახე ეს რომ მოვიდა ეს ჭირი და უბედურება მოგვაცილა გაგვიყვანა იმ სწორ გზაზე დაამთავრდა არჩევნები და გვითხრა მიხედეთ ეხა თქვენ თავს აი მე მერაბი გია მეორე გია რასაც ვაკეთებ და ჩვენი სტანები კიდე ბევრი და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციები რატო შეგვით კი ბატონო ვანახ ჩვენ პრობლემას ვაყენებთ ჩვენ არ გეუბნებით გადადექი ხელისუფლებაო წადი წამოდი ჩვენ გეუბნებით აი განახეთ პრობლემას და მიხედეთ ამ პრობლემას რა ჩვენ ხო შიგნიდან ჩვენ ხო ერთნი ვარ ჩვენ მოგიყვანეთ ხო ჩვენ დაგიძახეთ ჩვენ დაგიდეგით გვერდში მობძანდით კი ბატონო ეხაც იყავით 30 წელი იყავით ოღონდ საქმე გააკეთეთ პრობლემა გადაწყვიტეთ რა. აი ამაში არის საქმე, თორე იმაში არ არის ეხლა წავიდე და საზღვრისპირა რეგიონში დღეს ჩვენერი განცხადება გააკეთა იქიდან შორს წამიყვანს ეს მაგრამ ხო? მადლობა გადაუხადებს მთავრობას, რაც მოხდა რამდენიმე დღის უკან საზღვრისპირა რეგიონებში, ხო? რომ აი ესეთი თავშეკავები თქვენ მიუდექით ამ საკითხებს თუსკმა რა. იყო ამაზე საუბარი ხო და ჩვენ ხო ამას არ ვაკეთებთ. იგივე ხდება თქვენ რა გონიათ ზე გაგვიკეთებენ იმას იგივე ნაციონალები და ნაციონალური მოძრაობა და კოიანები და ესეთები იგივე შეუულიათ გაგვიკეთონ მეორე საზღვრისპირა იქ არის სასოფლეთის საზღვარი ხო? ასეა ხო მიბულები არიან ერთმანეთს. ამიტომ რაღაცნაირად რა თუ მართლა ნება აქვს და თუ უნდოდა ეს ბატონბიძინას რო ეკეთებინა ესე ვანახებთ რა ამ სიტუაციას ხელის გულზე უდებს უყოლაფერს და თუ მართალს ამბობს მერაბი
ჩვენ თუ ტყუი ვართ, გამოიწვია შესაბამისმა სტრუქტურებმა და ნახონ მართალს ვამბობთ, ჩვენ თუ ტყუილს ვამბობთ. კი, არა, ძალიან კარგი საქმეა და ჩვენ მივესალმები და მედია კავშირი ობიექტივი სულ მზადავართ რომ გავაშუქოთ ესეთი სამოქალაქო აქტივობები, იმიტომ რომ როდესაც სამოქალაქო სექტორი იქნება ძლიერი საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ წავა და თითოეული თეთრიც გაკონტროლდება, თითოეული პიროვნებას გაკონტროლდება და ყველაფერი ჩადგება თავის ადგილას. აი 3 წუთი დარჩა ბატონო მერაბ და მინდა რომ კიდე დაუბრუნდე, რომ თქვენ ესე იგი ორი სარჩელი ერთი შეიტანეთ უკვე ეს არის ეხება ნინო წმინდაში განვითარებული ტენდერების დაკავშირებით რომ გამოიძიოს და მეორე შეგაქვთ კონკრეტულად ამ ბრალდებას, ამ გამგებლის, რომელიც ფაქტიურად ვრცელდება ჩვენზე და ჩვენს მეგობრებს. იცით რა არის, აი ვახო, მინდა დასკვნით იმაში ვთქვა, რომ 2012 წელს ყველანი ჩვენ, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ ვიყავით, ვიდექით ერთად. დიახ. და ყველა არჩევნებში თითქმის რა, ვიდექით ერთად და ჩვენ გავიარეთ ენთუზიაზმით ბრძოლა ისეთი, რომ სამყაროს საერთო ბრძოლა გავიარეთ. და მოვიგეთ ეს ბრძოლა, გადავტეხეთ რაღაც წელში, თუმცა გველეშაპს რატომღაც მიეცა საშუალება, რომ ისევე გაძლიერებულიყო. მე არ ვამბობ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვა, ეს არის გამორიცხული, ვიდრე ჩვენ ცოცხლები ვართ, მაგრამ მე გული მწყდება, რომ 2012 წლის აქტივი 65% დღეს დავიდა რაღაც 38%-ზე ქართული ოცნების მიმართ გულისხმობ. მე გულისხმობ, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ქართულ ოცნებასთან ვიბრძოლეთ და ჩვენი რესურსი, ჩვენი ემოციები ყველაფერი ჩავდეთ. ესე იგი, ეს იმიტომ ხდება, ჩემო ვახო, ეს მუხტის დაცემა, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება და სამთავრობო პარტია აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ აქტივებს შორის. ესე იგი, აქტივისის, აი 33 მივა თუ 35, რამე პროცენტსაც მიიღებს რომელიმე პარტია, ის იქნება წინა პლანზე და ქართულ ოცნებას თუ კი ადმინისტრაციის იმედი აქვს, ეს არასწორი მიდგომაა, რადგანაც 60 და 50% მოსახლეობისა, როცა გამოთიშულია არჩევნებს და ხელი აქვს ჩაქნეული, ეს სახელმწიფოებრივ კატასტროფას ნიშნავს. ეს კარგის მომტანი არ იქნება. ბატონო მერაბ, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ხართ, ბატონო ზაზა. თქვენი აქტივობებს ჩვენ მედია კავშირი ობიექტივი ყოველთვის ვაშუქებთ და კვლავ გავაშუქებთ. მე ჩემ ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ მწერალი და პუბლიცისტი მერაბ შატილიშვილი და მოძრაობა დედაქალაქი ყველა უბანში თავმჯდომარე ბატონი ზაზა აგლაძე. დღეს გადაცემა უნდა წაეყვანა ჩვენთვის ყველა საყვარელ ადამიანს გია კორკოტაშვილს, კორკოტას. იგი მომავალ გადაცემაში, მომავალ სამშაბათს კვლავ ჩვენთან იქნება ობიექტივის ეთერში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.